დიდი მედია გადანაწილება გრძელდება. გასულ კვირას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეიმედი დაიბრუნა. გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებისთვის ვალის მორიგი ჩამოჭრის შესახებაც. რას ემსახურება ბოლო 2 წელიწადში მეორე საგადასახადო ამნისტია და რა ხდება ქართულ ტელებაზარზე. თემაზე ცოტნე გეგეჭკორი მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი 3.528.741 ლარი და 59 თეთრი. ტელეკომპანია რუსთავი 2 5.496.090 ლარი და 29 თეთრი. ტელეიმედი 13.900.250 ლარი და 86 თეთრი. ეს ტელეკომპანიები სახელმწიფოს მიმართ დავალიანების მქონე იმ იურიდიულ პირთა სიაში მოხვდნენ, რომელიც შემოსავლების სამსახურმა ივლისში გამოაქვეყნა. თუმცა უწყების ვებგვერდიდან აღნიშნული ინფორმაცია მალევე გაქრა. ივლისის მდგომარეობით იმედს და რუსთავიოს რამდენიმე მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი. იმის მიუხედავად, რომ 2010 წელს გამოცხადებული ეგრეთ წოდებული სატელევიზიო ამნისტიის შემდეგ მათ დავალიანება ჩამოაწერეს. საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, თუ როგორ დაგროვდა ვალები, რა ვალებზია საუბარი, რატომ მოხდა ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთ ტელევიზიას აქვს რაღაც დარიცხული ეს თანხები და მხოლოდ სხვა ტელევიზიები აცხადებენ, რომ 2 ლარიც კი მათთვის იყო პრობლემის შემქმნელი. 2010 წლის 3 აპრილს საგადასახადო ამნისტია ყველაზე მეტად ნაციონალურ მაუწყებლებს შეეხოთ. მაესტრომ და კავკასიამ მაშინ განაცხადეს, რომ იმ დროისათვის საგადასახადო დავალიანება არ ჰქონდათ. ამნისტიით გარკვეულწილად მთავრობისადმი კრიტიკულმა ტელეარხებმაც ისარგებლეს. 25 არხი 217.580 ლარის დავალიანებისაგან გათავისუფლდა. თრიალეთს კი 45.000 ლარი აპატიეს. დავალიანების ჩამოწერილმა თანხამ საერთო ჯამში 36 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან დაახლოებით 8 თუ 9 მილიონი იყო მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, დანარჩენი ვისი იყო და რა ნაწილი რომელ ტელეკომპანიას ეკუთვნოდა, ეს დღემდე არ ვიცი. ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ უნდა გაირკვეს ვისაც ეკუთვნოდა შემოსავლების სამსახურიდან ამ ვალების და საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ადმინისტრირება, იმ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, რატომ მისცეს საშუალება, რომ ტელეკომპანიებს ამდენი ვალი დაეგროვებინათ. იმ პირების ვინაობა, რომელთაც 2010 წელს ამნისტია შეეხოთ, საჯაროდ არ გაცხადებულა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამნისტიის შედეგად ტელეარხები არათანაბარ სათამაშო მოედანზე აღმოჩნდებოდნენ. მთავრობასთან ასოცირებულ არხებს უდიდესი დავალიანებები აპატიეს. მაშინ როცა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ არხებს გადასახადები სრულად ჰქონდათ გადახდილი. რადგან შიშობდნენ, რომ მცირე დარღვევის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მათ დააყადაღებდა ან დახურავდა. ეს არის აბსოლუტურად კანონდარღვევა. აბსოლუტურად არასწორი, ეს არის კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, სადაც სახელმწიფოს ეკრძალება პირდაპირ ერთი გადამხდელი ჩააყენოს მეორე გადამხდელთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში. როგორ შეძლეს და რატომ დაუგროვდა დავალიანებები ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ამის გარკვევა ტელეკომპანიების მფლობელებთან ვცადეთ. გიორგი არველაძე, რომელიც დღეს უკვე ტელეიმედის ყოფილი მფლობელია, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გასულ კვირას გაირკვა, რომ ტელეიმედი ძველ მფლობელს პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. რა პირობით ვალების თუ ვალის გარეშე ამ თემაზე ჯერჯერობით არც ერთი მხარე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. გამარჯობა, ეს არის ქრონიკა 5 საათზე. დღევანდელი დღის ბოლო საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია იმედი საინფორმაციო მაუწყებლობას აჩერებს. რადგან ეს სულ ყველაფერი უცბად მოხდა, ეს საკითხი უნდა კარგად დავფიქრდეთ, მოგვეცით დრო, სულ ყველაფერს გეტყვით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი იყო, ვინც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა. ახალი მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ პატარკაციშვილების ოჯახს ტელეიმედი არსებული დავალიანებების გარეშე უნდა დაუბრუნდეს. სამართლიანობის განცდა უნდა დააბრუნდეს ქვეყანაში და თუ გნებავთ ის ვალებიც, რაც იმედს დააწერეს, არ უნდა გადაიხადოს ახალმა ვინც დაადო ის ვალებიც გადაუხადონ, ვინც წაიღო ოდესღაც და ვალების გასუფთავებული ტელევიზია უნდა დაუბრუნონ, მე თუ მკითხავთ და არა დატვირთული ვალების ტელევიზია. ამ დროისათვის უცნობია რაოდენობის დავალიანება დააგროვა 2010 წლის ფინანსური ამნისტიის შემდეგ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა. ივლისის თვეში ეს თანხა 5.496.090 ლარსა და 29 თეთრში ადგენდა. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი პროპაგანდისტული მანქანის დასაბრუნებლად დღეს უკვე რამდენიმე ძველი მეპატრონე იბრძვის. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ასევე გერმანიაში დევნილი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში. ქიბარ ხალვაში მიაჩნია, რომ სადავო ობიექტების ღირებულება უნდა განისაზღვროს იმ თანხით. დასაბაზრო ღირებულებაც ამ კომპანიას მფლობელის შეცვლის დროს გააჩნდა.
ფინანსური ვალდებულებები, რომელიც კომპანიას დაეკისრა მას შემდეგ, რაც მფლობელი შეიცვალა, არის ახალი მენეჯმენტის ან ახალი მფლობელის ვალდებულება. გამოსავალი შეიძლება იყოს მოდავე მხარეების მორიგება, რომელსაც მე გამოვრიცხავ. მორიგება ურთულესი თემაა, ამიტომ არის საჭირო სასამართლო და საგამოძიებო ორგანიზაციების ჩართვა. არალოგიკური ფინანსური ვალდებულებები არის მენეჯმენტის და ხელისუფლების დანაშაულებრივი გარიგების შედეგი. სხვანაირად ვერ მოხდებოდა ამგვარი დავალიანების დაგროვება. ჩვენ ყველანი მოსწრებთ და ჩვენ თვალით უყურებდით ისინი ვინც ამ ტელევიზიებს უყურებდნენ განსაკუთრებით იმ უზარმაზარ პრივილეგიას, ფინანსურ პრივილეგიას გარდა საგადასახადო ამინისტრიისა, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენ ეთერში ვხედავდით. ეს იყო ულევი ოდენობის რეკლამა, სადაც შეზღუდვა არ არსებობდა პირიქით. ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებსაც ავალდებულებდნენ, რომ ამ ტელევიზიებში რეკლამა მიეტანათ, იმის მიუხედავად მათ ჭირდებოდათ ეს რეკლამა თუ არ ჭირდებოდათ. ბიუჯეტის მიმართ დავალენება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც დაუგროვდა, იმის მიუხედავად, რომ ის ბიუჯეტიდან შეუფერხებლად ფინანსდება. შემოსავლების სამსახურის ივლისის მონაცემები დავალენების თანხა 3.538.741 ლარსა და 59 თეთრში ადგენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ ჩვენთან ამ თემაზე შეხვედრა მოუცლელობის მოტივით არ ისურვა და მხოლოდ სატელეფონო კომენტარს დასჯერდა. დავალენებები დაგროვილი არის ძალიან დიდი ხნის წინ. ბევრი მათგანი ისე ჩვენში რომ დარჩეს და რა ვიცი, აი თუ შეგვიძლიათ აი ესე ცალსახად შეუძლებელია ამაზე საუბარი. დავალენება იყო და ჩამოგეწერათ? რაღაც გარკვეული კიდევ შეყავათები იყო და აი ჩვენც ჰქონდა შეტანილი ამასთან დაკავშირებით. 12 октября канал ПИК прекратил вещание со спутника Hotbird 13 градусов. София Тетрадзе выясняла причины. როგორც ირკვევა საზოგადოებრივ მაუწყებელს არა მხოლოდ ბიუჯეტის, არამედ ტელეკომპანია პირველი კავკასიურის დავალიანებაც ჰქონდა. რასაც მიმდინარე კვირას ხელმძღვანელობასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დავა იმით დასრულდა, რომ გია ჭანტურიამ დავალიანების ნაწილი გაისტუმრა. პიქს კი, რომელიც წელს ბიუჯეტიდან 14 მილიონი დოლარით ფინანსდებოდა, კონტრაქტი გაუწყვიტა. პირველი კავკასიურის დახურვის მიზეზებს შორის ხელშეკრულების პირობების დარღვევა. თანამგზავრზე სიგნალის არასანქცირებული აწევა და 15 ოქტომბერს ხელფასების დაგვიანების გამო ტელეკომპანია პიკის ეთერში გასული საპროტესტო საინფორმაციო გამოშვება დასახელდა. გია ჭანტურიამ პიკის თემაზე სატელეფონო საუბარიც არ ისურვა. А судьба канала ПИК грозит и нам закрыть, и почему у нас нет на спутнике ответов на эти вопросы нет. ჩვენ იმასაც ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური ობიექტური და დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც შეისწავლის ყველა იურიდიულ და ფინანსურ დეტალს. პირველი, სად არის თანხები გამოყოფილი ბიუჯეტიდან პიკის ეთერისთვის და პიკის არსებობისთვის, სად არის ეს თანხები რეალურად. თუ აღარ უნდათ პიკი, მაშინ ეს თანხები უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში. მთავრობა გამოდის ინიციატივით საქართველოს ტელემედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთხელ მოხდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა ტელემაუწყებლებისთვის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების და მასზე რიცხული სანქცია საურავების შემცირებაზე. ეს ინიციატივა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის ჯერ კიდევ შემსრულებელმა ხეთაგურმა არჩევნებიდან 2 კვირის თავზე 15 ოქტომბერს გაახმიანა. უკვე ძალადაკარგული მთავრობის ამ გადაწყვეტილებით სარგებლობისათვის რეალ ტივის 5 დღეც არ დასჭირდა. ტელეკომპანიის 100%-იანი წილის ახალმა მფლობელმა ლალიეგაძემ განგვიცხადა, რომ ვალი უკვე ჩამოაწერეს. თუმცა დავალიანების რაოდენობის დაკონკრეტებისაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ყოფილი უფროსის და რეალ ტივის ფაქტობრივი მფლობელის გურამ დონაძის ახლო მეგობარმა თავი შეიკავა. რეალ ტივის მორიგი ფიქტიური მფლობელი დღეს აცხადებს, რომ ტელევიზიაში ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. ძალიან ძველი ტრადიციული მემრიელი ადამიანური გადაცემების გაკეთებას. ყველანაირად აპოლიტიკური და ამას შეხედავს მერე და ნახავთ. ყველა გადამხდელის მიმართ კანონი უნდა იყოს თანაბარი, ყველამ უნდა გადაიხადოს ის გადასახადი, რომელიც მას დაეკისრა. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ წინადადებით პრემიერ-მინისტრს, რათა ბათილად იქნას ცნობილი ის გადაწყვეტილება, რომლითაც ზოგიერთ ტელეკომპანიას მიენიჭა შეღავათი და ზოგიერთს არა. რეალ ტივის და არა მარტო რეალ ტივის უთხრათ, რომ ძალიან იფიქრებენ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს ამ საკითხით პროკურატურა და პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაინტერესდეს. ხადურის თქმით, შესაბამისი მასალები უკვე მის სამუშაო მაგიდაზე დევს. ამ საქმეში ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2 საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეალ ტივის გარდა სხვა კომპანიებიც ფიგურირებენ, რომელთა დასახელების უფლებაც ჯერ არ აქვს.
უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ რატო დაუგროვდათ ეს საკითხი. არ გამოირიცხავს საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს და არ მიმართეს იმ ღონისძიებებს, რომელიც ვალდებული იყვნენ, რომ განეხორციელებინათ ამ კომპანიების მიმართ. მათიას ჰუთერი საქართველოში მედია გარემოს უკვე 3 წელზე მეტია სწავლობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ამნისტია ქვეყანაში არასამართლიან გარემოს ქმნის. ის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ ტელევიზიებს, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ. ვფიქრობთ, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს მედიის მიმართ დამოკიდებულება და შეწყვიტოს მედიასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გარკვეულ ტელევიზიებს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც არის საშიშროება, რომ მედია სექტორი პოლიტიკური გარიგებების საგანი შეიძლება გახდეს. მიგვაჩნია, რომ ამ სფეროში პოლიტიკური ჩარევა ყოველთვის აფერხებდა აღნიშნული სექტორის განვითარებას საქართველოში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 59 მილიონი ლარით ფინანსდება. ამ თანხიდან წელს 6 მილიონი ლარის მაუწყებლის შარშანდელი საკრედიტო დავალიანების დაფარვას მოხმარდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისათვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მაგალითად მხოლოდ 2011 წელს რუსთავიორმა შემოსავლების სახით 39,294,999 ლარი აჩვენა. იმედმა დაახლოებით 10 მილიონით ნაკლები 28,132,817 ლარი. ასეთი საშემოსავლო მაჩვენებლების მიუხედავად ტელეკომპანიები მილიონობით ლარით საგადასახადო დავალიანებების დაგროვებას ახერხებენ.